ჩვენთან იმყოფება პროექტის დირექტორი ქალბატონი ნანა ყურაშვილი, რომელიც თავად გადაგვაგვაცნობს ამ კვლევას. სწორედ ამ კვლევას უნდა დაეყნოს თითოეულ მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების მიწოდების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები, რომელიც თქვენი უშუალო ჩართულობით უნდა განხორციელდეს. როგორც ხათუნა აღნიშნა, სამუშაო ვერსია, ესე ვთქვათ, პირველადი ვერსია ანგარიშისა ამ კვლევის იყო საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი და შეიძლება დეტალურად ვერ მოახერხებთ თქვენი მისი გაცნობა. ამიტომ მინდა ძირითად ვთქვათ, მიგნებებს და ძირითად ასპექტებს გავუსვა კიდევ ერთხელ ხაზი, იმისთვის რომ შევეცვლოთ ყველა დავწერეთ ჩვენი აზრი გამოვთქვათ. გთხოვთ რომ იყოთ ძალიან ღია და მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები. ასეთი დიდი კვლევა მართლა რომ არ ჩატარებულა ჩვენ სინამდვილეში მე არ მახსოვს. პასპორტები არ ვიღა ჩვენთან, მაგრამ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება კარგად იყოს ჩამოყალიბებული ეს პროექტები. და აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ნამდვილად გამოირჩევა ამ კუთხით არსებული მდგომარეობით, რადგანაც მთელი რიგი პროგრამები არის დარენგილი, რომელიც გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სახლების მშენებლობის პროგრამა და ასევე კვლევის ავტორებმა რეკომენდაციის სახით მოგმართეს, რომ ეს გამოცდილება გაზიარებული იქნას სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ჩვენი პროექტის ფარგლებში ეს არის ხონის, გორისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები. ძირითადად პრობლემები გამოვლენილია, რაც რეალურად არსებობს. თითქოს მინდაპირებით ჩანს და მე მიხარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამორჩეულად ეს არის შეფასებული აქ მამკვლევებით, აქ გაკეთებული და ის ინოვაციური ის რომ იგრძელვადიანი პროგრამებზე ყურადღება გამოყენებული, მაგრამ ის რომ ცენტრალიზებულად არის ყველაფერი ჯერჯერობით და საქართველოში ზუდავს და პროექტს ამბობთ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად რომ ბოლო წლებში მე არ მახსოვს მსგავსი კვლევა გაეკეთებიოს ვინმეს, მით უმეტესად იყო ჩვენს მუნიციპალიტეტის სოციალური სფეროს კვლევა 4 მუნიციპალიტეტთან ერთად.